ქართული კულტურის წარმოჩენა ყველა ფორმით და ნებისმიერი ფორმატით იმედის კვირის ინტერესს წარმოადგენს და ასე იყო მეჯლისის შემთხვევაშიც, რომელზეც ახლა უნდა მოგიყვეთ. კონკიას მეჯლისი, ასე უწოდეს იმ ღონისძიებას, რომელსაც ავსტრიის დედაქალაქმა უმასპინძლა ქართველი ხელოვანების მონაწილეობით. ვენაში მუსიკაც, ისტორიაც და კულტურაც სხვა მასშტაბებს იძენს და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამეფო გვარების მონაწილეობით გამართული ღონისძიების ორგანიზატორი ქართველი ემიგრანტია. ნახეთ ქეთი ქარდავას ექსკლუზიური რეპორტაჟი ავსტრიიდან. საღამო ვენაში კონკიას მეჯლისი საქართველოს პრეზენტაციისთვის და ქართული კულტურის წარმოსაჩენად იმ აუდიტორიისთვის, ვინც ევროპულ სახელმწიფოს ჯერ კარგად არ იცნობს და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ელოდება. ავსტრიის დედაქალაქში კონკიას საღამომ თავი მოუყარა სამეფო გვარის წარმომადგენლებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და დარბაზში შეკრებილი მსმენელი ამით იყო გამორჩეული. ბევრს ფრაგმენტულად ჰქონდა ნანახიან გაგონილი საქართველოს შესახებ, რომელსაც შესათავაზებელი და საჩვენებელი ბევრი რამ აქვს. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ნიჭიერ ადამიანებს, ხელოვნების წარმომადგენლებს და ზოგადად მრავალფეროვნების წარმოჩენას ეხება. ეს ხომ ისე შეუძლია საქართველოს როგორც არავის სხვას და ამით არის მდიდარი, უნიკალური. საქართველო ჩემი ქვეყანა, მე ვარ პატრიოტი და ყოველთვის ყველგან საქართველოს წარმოვადგენ, სადაც შემიძლია, მაგრამ აი აქ დღეს აი ესეთ საზოგადოებას, აი ამაზე მაღალი საზოგადოება პრინციპში აღარ არსებობს. ღონისძიებებს ქვია კულტურა არის ხალხის გულის გასაღები. იდეის ავტორი და საღამოს ორგანიზატორი, სადაც ქართველები და ავსტრიელები სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ჩეხეთში მცხოვრები ირმა მანჯგალაძეა. იდეის მიზანი ახალგაზრდა ხელოვანების ხელშეწყობაა, მათთვის გზის გაკვალვა და ასპარეზის გაფართოება. საქართველოს პოპულარიზაცია ის, რაც ემიგრანტებისთვის ყველაზე ძვირფასია, მონატრებულია და ის, რაც თითოეული ემიგრანტის გულშია, რაზეც დრო არ მოქმედებს და ემოცია, რომელიც არასდროს ნელდება. რატო ქვია კონკიას მეჯლისი? იმიტომ რომ აი ეს პატარა გოგო სიმბოლურად ეს თავისთავად რომელიც არის თავის კუხნაში ესე თქვა ჩეკეტილი, უცებ ჯადოსნური გზით გარდაიქმნება და თავისთავად თვითონ ვერ გაეტეხებს მაგას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მაგის გვერდზე უნდა იყოს აი ეს კეთილი ადამიანი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას აი ამ დარბაზში შევიდეს. მე მინდა რომ ჩვენ ყველანი ერთად გავერთიანდეთ და მივცეთ აი ამ კულტურას, ამ ახალგაზრდებს, ამ ევროპის გასაღებს საქართველოს. პროგრამა ვენაში ქართველმა დიზაინერმა გახსნა, თემოშერის მოდელები ქართულ-ევროპული დეტალებით და დამახასიათებელი სტილითა და შტრიხებით. ჩვენ გქონდა დიდი ბედნიერება გვეჩვენებინა ჩვენი ქართული კულტურა, რომელიც არავის და არასდროს არ ჩამოუვარდება და ვანახეთ ის ემოცია, რაც საქართველოს ყოველთვის ოდითგანვე აქვს: სილამაზე, სიმღერა, ადამიანურობა, მეგობრობა და ნიჭიერება. მოდელებს მალე ჩაენაცვლნენ ქართველი შემსრულებლები. სტუმრებმა მოусმინეს ტატო გოდერძიშვილს და თბილისოს, რომელიც სავიზიტო ბარათია და უცხოეთში სხვა ემოცია და დატვირთვა აქვს. კედლებმა ალბათ პირველად გაიგეს ეს სიმღერა და მე ასე ვიტყოდი რომ არ ყოფილიყო არც პირველი და არც უკანასკნელი და ალბათ ყოველ წელს გვექნება საშუალება და ბედნიერება რომ არა მარტო თბილისო ძალიან ბევრი ქართული მარგალიტი გავაცნოთ ჩვენს მსმენელს. ავსტრიელებს გაეცნო მარიტა ხვედელიძე. ესე გასვა სიმღერის პირველად არ მქონია, თუმცა მინდა შემიძლია ვთქვა, რომ აი დღევანდელ დღეს რო სიამოვნება მივიღე, მგონია ეს არის მიღია სიამოვნება. ღონისძიებას მასპინძლებით შემოუერთდნენ ვენის ორკესტრმა და ავსტრიელმა ოპერის მომღერლებმა მეჯლისს სხვა ელფერი შესწინეს.
ვენაში მეჯლისზე შეკრებილებისთვის საღამო ინსპირაცია გახდა საქართველოს ესტუმრონ. მეტი გაიგონ იმ უძველესი ევროპული ფესვების მქონე ქვეყნის შესახებ, რომელიც ევროპისკენ მისწრაფვის და ეს იყო სწორედ ორგანიზატორების მთავარი მისია. I think Georgia is a wonderful country. ფიქრობ საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა, კონტაქტი თქვენს ქვეყანასთან წლებია მაქვს და თითოეული მომენტი დასამახსოვრებელია. ქართველი ხალხი განუმეორებელია ბუნებით, შესაძლებლობებითა და სტუმართ მოყვარეობით. პანდემიამ ერთმანეთს დაგვაშორა და ახლა მოგვეცა შანსი ვიპოვოთ დრო, ისევ და უფრო ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს. აუცილებლად ვეწვევი საქართველოს, რაც დღეს ვნახე, შესანიშნავი და შთამბეჭდავია. It was a wonderful evening. საღამო იყო დატვირთული მუსიკით, რომელიც გვამოგზაურებს, გვაბედნიერებს და აუცილებელია ვიცოდეთ. ასეთი სივრცეები შექმნა მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრობისთვის. ჩეხეთი, ავსტრია, იტალია, სლოვაკეთი, უკრაინა ყველა ერთად ვიყავით და მუსიკა კი უნივერსალური ენაა ურთიერთობებისათვის და საახლოვებლად. მუსიკა საუკეთესო ელჩია მშვიდობისათვის. Slovakia. მუსიკოსები საკუთარი ქვეყნის ელჩები არიან. მეჯლისის სტუმრებს ისევე როგორც ბევრს ევროპის მასშტაბით, საქართველოთი აღფრთოვანება ჯერ კიდევ წინ აქვს. ევროპულ ოჯახში ყოფნა ხომ მხოლოდ პოლიტიკურ ინტეგრაციას არ მოიცავს და კულტურა კი ყველაზე მეტად აკავშირებს და აერთიანებს იმ ხალხს, რომელიც საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას, ისე ელოდება.